გამარჯობა ნინა, როგორ ხარ? ნინა, როგორ ხარ? მადლობა, ძალიან კარგად თავად. გადასარევად მადლობა. მაინტერესებს ძნელია თუ არა ადამიანის მოტყუება. მე მგონი რომ კარგი ტყუილის თქმა ძალიან ძნელია. კარგი. ხო არ ეცდები დღეს რომ კარგი ტყუილი თქვა? არა. სპეციალურად მოვემზადე რომ არ მოვიტყუო დღეს. კარგია. კარგი, მოდი შეგახსენოთ გადაცემის წესებს უბრალოდ. ბავშვები სავსე სტუდიაში შეხო, სადაც შენ დავისაუბრე შეკითხვებს, შენ დაუპასუხოთ რა შეიძლება გულწრფელად და მხოლოდ სამჯერ შეგიძლია არიდო თავის შეუსუხერხო კითხვას. ეგ კარგია. შეგიძლია შეხვიდე ახლა სტუდიაში და შეგიძლია ეხლა ვთქვა უარი მონაწილეობაზე. არა, მადლობა. გადავდგავ ნაბი. ძალიან კარგი, შეგიძლია შეხვიდე სტუდიაში. კარგი. ძალიან ბევრი ყოფილ ხართ თურმე და არ ვიცოდი, შემეშინდა. აბა როგორ ხართ? თუ შეიძლება მოგვიყევი ჯერ შენი მოკლე ბიოგრაფია. ჩემი მოკლე ბიოგრაფია. მოკლე არ მაქვს. ნუ მოკლედ დავიბადე 1995 წელს ქალაქ მოსკოვში. სადაც ვიზრდებოდი 3 წლამდე. შემდეგ ჩამოვედი ქალაქ თბილისში, სადაც დღემდე ვიზრდები. ბავშვობიდან მიყვარს ცოტა ისეთი მარტივი სიტყვა სიმღერა და ზოგადად მუსიკა და ყოველთვის ვმღეროდი და იძახია რომ თურმე რამდენიმე თვის ვიყავი დაახლოებით 2-ის, როდესაც რაღაცა ღიღინი წამომიწყია და იმის მერე ამ საქმით ვარ დაკავებული, რომლითაც ძალიან კმაყოფილი ვარ სხვათა შორის. შემდეგ 2013 წელს გავიმარჯვე ჩემი საყვარელი პროექტი საქართველოს ვარსკვლავი, რის შემდეგაც ვაგრძელებ მოღვაწეობას ჩემს კარიერაში და არ ვიცი, დანარჩენი უკვე თქვენ გკითხეთ. ჩავეტია ერთ წუთში? ძალიან კარგი. ნუ საკმარისია. ნინო, ეხლა მთავარია შენ და მოიშვა, კომფორტულად მოთავსდე, რადგან ეს არის ყველაზე გულწრფელი გადაცემა. შეგიძლია დავსვათ კითხვები. მარიამ გაბედავა 14 წლის, როგორი ბავშვია? შესანიშნავი ბავშვი ვიყავი, იმიტომ რომ არ მიყვარდა ხმაური. არ ვიყავეს ქუჩაში რო უყვართ ხოლმე ბავშვებს, რაღაც ქუჩაში რო არიან და თამაშობენ და რაღაც ეს თამბებში რო არიან არ მიყვარდა, რაღაც არ მიზიზავდა. სულ რაღაც ჩემთვის წყნარად ვიყავი, ძალიან ბევრი სათამაშო მქონდა, არავის არ უნაწილებდი, ჩემთვის ეს მშვიდად თამაშობდი ხოლმე, ძალიან მიყვარდა სიმღერა და რაღაცა სამსახიობო ნიჭები მქონდა ხოლმე, ხან ვის განვასახიერებდი, ხან ვის და ეს რაღაც პერფორმანსებს დგავდი ხოლმე, ვართობდი მოკლედ ხალხს და რა ვიცი, რაღაც ძალიან ისეთი ნეიტრალური ბავშვი ვიყავი მოკლედ. მადლობა. პირიქით მადლობა. გამარჯობა მარიამ ჭალი 12 წლის. გამარჯობა. რას ნიშნავს შენი ფსევდონიმი სუბლატი? ჩემი ფსევდონიმი სუბლატი, სიმართლე რო გითხრა, არ მახსოვს რას ნიშნავს, იმიტომ რომ ძალიან პატარა ვიყავი, რომ გამოვიგონე რაღაცა დაახლოებით არ ვიცი, მე მგონი 10 წლის ვიყავი და რაღაცა ესეთ სიტყვების კომბინაციიდან რაღაცა ასოები ამოვიღე, შევკრიბე, გამოვაკელი, რაღაცეები გავაკეთე, მოკლედ ფორმულა და გამოვიდა სუბლატი და ძალიან მომეწონა და იმის მერე დარჩი სუბლატად. ეს კონკრეტულად არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ კარგია. მე მოვწონთ. გამარჯობა, მე ვარ გიგმღებრიშვილი 13 წლის. მაინტერესებს რა არის შენი ნამდვილი გვარი? ჩემი ნამდვილი გვარი არის სულაბერიძე. კიდევ ერთი კითხვა მაქვს, რატომ გაშვერდი პიტოს? რითო რა მოწყდა ეს კითხვა. ეცი რა არის, რაც ბევრი რაღაც ხდება ხოლმე, რაღაც პერიოდებთან ერთად ბევრი რაღაც იცვლება, მათ შორის ადამიანებიც განსაკუთრებით და ალბათ ამ ცვლილებების გამო ჩვენც ერთმანეთს ვეღარ გავუგეთ და ასე მოხდა. მადლობა. პირიქით მადლობა. გამარჯობა, მე ვარ ლუკა ბასტანძე 12 წლის. რომელია თქვენი საყვარელი მომღერალი? ჩემი საყვარელი მომღერალის კი არა და მომღერალი არის ბიორკი. ნუ ეს ყველაზე ისეთი საყვარელი. შეიძლება თქვენ არ იცით და არ გაგიგიათ მის შესახებ, იმიტომ რომ ცოტა ასე ვთქვათ დიდების მუსიკაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ თუ კარგი გემოვნება გაქვთ, აუცილებლად მოგეწონებათ, როცა მოისმენთ. და ნუ კიდე ვიღაცები არიან თანამედროვე მომღერლები, რომლებიც რაღაც დონეზე მომწონს. ისეთი ვინ გითხრა, არ ვიცი, მაგალითად რიანა. და ქართველი?
ქართველი, იცი რა არის, შენ წარმოიდგინე და მართლა არიან ქართველი მომღერლები, რომლებიც ძალიან კარგად მღერიან რა და ძალიან კარგი სტილიც აქვთ და მაგალითად ვინ გითხრა, მაგალითად ჩემი მეგობარი და დაქალი საუკეთესო მარიკო ლეჟავა, მაგალითად ასევე ჩემი მეგობარი ლევან მასპინძელაშვილი თავისი უნიკალური ხმით, მაგალითად მე ხო ჩემი თავით ძალიან მომწონს. არ ვიცი, ხო ლუკა ზაქარიაძე რატო დამავიწყდა, არ ვიცი. მოკლედ არიან რა ესეთი ხო, ბევრნი არიან მოკლედ რა ეს ჩამოთვლას არ ვიცი, არ მეყოფა თითები. მართლა ბევრნი არიან. მადლობს. გამარჯობა ნინა, მე ვარ ელენე ბასლანძე 9 წლის. გამარჯობა ელენე. როგორი მზარეული ხარ? საშინელი. საშინელი მზარეული ვარ, იმიტომ რომ საერთოდ არ მიყვარს ეს საქმე, იმის მიხედვით რომ ჭამა ძალიან მიყვარს და ალბათ არა მარტო მე და რაღაც ფანტასტიკური გურმანი ვარ, ასე რომ ვთქვათ, საჭმლის კეთება საერთოდ არ მეხერხება და სურვილიც არ მაქვს სიმართლე რომ გითხრა ვისწავლო და არც დრო მაქვს ამისო და ამიტომ ვცდილობ რომ თავი შევიკავო ხოლმე თუნდაც ჩაის ადუღებისგან, რომ ვერ გამოდის. შეგცვალა თუ არა პოპულარობა? იცი რა არის პოპულარობა გარკვეულწილად ყველას ცვლის. თავარია ძალიან არ შეგცვალოს, ანუ ეს რაღაც თავში ავარდნები თუ რაღაცა ეგეთი სინდრომები რო ემართებათ ხოლმე, თავარია ეგეთი რაღაც არ დაგემართოს და გარკვეულწილად მაინც რაღაცები იცვლება შენ პიროვნებაში. ნუ წარმოიდგინეთ როგორი რთულია, როცა სადღაც მიდიხარ და ყველა გიცნობს და შენ არავის არ იცნობ. თან ყველა ისე კი არ გიცნობს, რომ აი ესე ის ნინა არ არის. არა, ყველა შენი მეგობარია, ყველაფერი იცის შენზე, ოღონდ საიდან შენც არ იცი და რა თქმა უნდა რთულია და იცვლები და უფრო რაღაცა ჩაკეტილს ვერ დავარქვი, მაგრამ ნუ მაინც სიტყვა ჩაკეტილი ვიხმარ და ჩაკეტილი ადამიანი ხდები, ცოტა უფრო თავშეკავებული და ალბათ ესენი შეიცვალა ჩემშიც. და ყველაზე დიდი კონკურენტი ვინ იყო საქართველოს ვარსკვლავში? იცი, საქართველოს ვარსკვლავი ჩემი აზრით იყო ერთადერთი ისეთი პროექტი, სადაც ყველაზე დიდი და ყველაზე პატარა და ესე მცირე კონკურენტი არ არსებობდა. ალბათ ამიტომაც იყო ეს პროექტი ყველაზე წარმატებული, რაც კი ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ჩატარებულა საქართველოს მასშტაბით, იმიტომ რომ ყველა თითოეული მათგანი იყო განსაკუთრებული მონაცემით, განსაკუთრებული ხმის ტემბრით, გარეგნობით, ყველაფრით მოკლედ და ამიტომ ყველანი ერთმანეთის კონკურენტები ვიყავით, თუმცა მეგობრებიც ვიყავით ამასთან ერთად. მადლობა. არაფრის. გამარჯობა, ნაცია ლომიძე 10 წლის. რას უთმობთ ყველაზე მეტ დროს? ამ ეტაპზე და სხვა ეტაპზეც იმედია, ყველაზე მეტ დროს უთმობ ჩემი ალბომის ჩაწერას, რომელიც მარტში გამოვა, სავარაუდოდ. და ალბომთან ერთად საკმაოდ დიდ დროს უთმობ გარეგნობას. ხო, გარეგნობას და ჩაცმას და შოპინგს კიდევ უთმობ დროს, როცა ამის შესაძლებლობა მაქვს ხოლმე. მადლობა. პირიქით მადლობა. გამარჯობა, ნაცათოფურია 14 წლის. რომელ ქვეყანაში გინდა მოგზაურობა? მოგზაურობა. ესე იგი, ჩემი ოცნება არის ესეთი, მინდა რომ ვცხოვრობდე ამერიკაში და იქ მოღვაწეობდე. შემდეგ რომ დავბერდები ცოტა მინდა რომ წავიდე ბრაზილიაში და მაგრად გავერთო იქ და შემდეგ მინდა რომ წავიდე ტიბეტში. და იმედი მაქვს რომ აი ამ სამს ავისვრებ და იმის იქით ნუ რაღაცეები თუ იქნება ყველაფრის ნახვა მინდა და იმედია მოვახერხებ არ ვიცი, მაგრამ ეს სამი განსაკუთრებულად მინდა. მადლობა. ძალიან კარგი სკამია სხვათა შორის. გამარჯობა, გვანცა ხოსტაშვილი 13 წლის. მაინტერესებს გიცემიათ თუ არა ბიჭი და ქონიათ თუ არა კონფლიქტი? მიცემია? დიახ. ბიჭი მიცემია თუ არა? დიახ და კონფლიქტი თუ მქონია? კონფლიქტი თუ ქონიათ. ბავშვობაში, ბაღში რო ვიყავი, რაღაც ესეთი ფაქტი მახსოვს, ვიღაცა სკამი გადავალეწე თავზე, იმიტომ რომ ხო იციან ხომ ეს პატარებმა სიყვარულის ნიადაგზე ჩქმეტა და რაღაც წვალება და თმების დაკაჩვა და მეზიზღებოდა ის ადამიანი და რაღაც უტიროდი ხოლმე რაღაც დაურჯებული თვალებით მოვდიოდი სახლში, რომ დედა ვიღაცა მჩქმით, მქვეც იქ ბაღში და ეჭება მასწავლა, რომ აიო შვილო, ერთხელ რო გიჩქმეთსო, აიღეო სკამიო და გადაარტყიო და რა თქმა უნდა დედას დავუჯერე, მივედი მეორე დღეს ერთხელაც მიჩქმე და გადავალეწე ის სკამი სახეზე. მაგრამ იმის მერე ეგეთი ფაქტი არ მახსოვს და რაღაც არც მინდა რომ იყოს კონფლიქტი ისე ზოგადად რა ვიცი მაქვს ხოლმე ხანდახან, მაგრამ ცემით არ თავდება. მადლობა. პირიქით მადლობა. მურთა ჭუმბურძე 12 წლის. გამარჯობა. რომელია თქვენი მავნე ჩვევა?
ჩემი მავნე ჩვევა არის მოწევა. ძალიან მიყვარს, ძალიან მიყვარს, აღარ ქვია რა, გიჟედები სიგარეტს. ნუ ძალიან ცუდი ჩვევა მართლა და რაღაცა საშინელება და არავის არ ვურჩევ, მით უმეტეს ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ჩემსავით რაღაცების თავდავიწყებით უყვარდებათ ხოლმე. ეს არის ჩემი ერთადერთი განსაკუთრებული მავნე ჩვევა და ძალიან არ მინდა რომ მქონდეს, მაგრამ ვერ შევძელი. და ვერ დავანებე მოწევას თავი. მადლობთ. პირიქით მადლობა. გამარჯობა დათუნა მიქელაძე 11 წლის. გამარჯობა. რას აფასებ თქვენ ცხოვრებაში? როგორ რას ვაფასებ? თქვენ ცხოვრებაში. ჩემ ცხოვრებაში კი არა და საერთოდ ცხოვრებაში არ ვიცი, ალბათ რაც კი არსებობს, ყველაფერს ვაფასებ. ესეთი ადამიანი ვარ და ვთვლი რომ რაც კი გაგვაჩნია ის რომ მაგალითად დღეს აქ არის, რომ მაგალითად თქვენ მიცნობთ ის რომ შენ კითხვას მისმევ ასე გამოვიყურები და ასე შემდეგ ყველაფერს ვაფასებ, იმიტომ რომ ძალიან არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც რაღაც სიტუაციებს ვერ აფასებენ ხოლმე და ამიტომ საერთოდ ყველაფერს ვაფასებ. და გაქვთ თუ არა მკერდის კომპლექსი? არა. არ მაქვს. პირიქით ძალიან მოვწევ. მადლობთ. რანაირი ბავშვები არიან წელი. რა არის, ნუ? გამარჯობათ. გამარჯობა. მე ვარ მარიამ ასათიანი, 9 წლის. სასიამოვნოა. ჩემთვისაც თქვენი წაკითხული წიგნებიდან რომელია თქვენი საყვარელი და შესაბამისად რომელი გმირი მოგწონთ ყველაზე მეტად? ჩემი საყვარელი წიგნებიდან ამ მომენტში ეს ყოველთვის რაღაც სხვადასხვა მაქვს ხოლმე ფავორიტებში არის ტრიუმფალური თაღი რემარკმა დაწერა, რომელიც არის ჩემი აზრით მართლა ესეთი შთამბეჭდავი ნაწარმოები და ტრიუმფალურ თაღთან ერთად ძალიან მომწონს დღემდე, რომ ძალიან დიდი ხნის წინ წავიკითხე, მაგრამ ეხლაც რაღაცნაირად მიყვარს მექანიკური ფორთოხალი. კიდე ხო, ნუ კი რაღაც პატარ-პატარა რაღაცები არის ხოლმე, მაგრამ ეს ორი განსაკუთრებულად მომწონს. მადლობა. პირიქით მადლობა. ქეთი ლურიძე 11 წლის. მე მაინტერესებს რას აკეთებ თავისუფალ დროს. თავისუფალ დროს, იცი რა, თავისუფალი დრო ძირთად არ მაქვს ხოლმე, იმიტომ რომ ჩემ თავისუფალ დროსაც ჩემ საქმეს უთმობ, ამიტომ თუ თავისუფალი დრო ქვია მაგ ყველაფერს, მაშინ თავისუფალ დროს ვმღერი. და ძალიან მიყვარს რაღაც სადღაც წასვლა ხოლმე ბარებში, კლუბებში, რესტორნებში, დუქნებს არ გულისხმობ, რაღაც კარგ რესტორნებში წასვლა ძალიან მიყვარს და თავისუფალ დროს ეგეთ საკითხებს უთმობ ხოლმე. მადლობა. პირიქით მადლობა. გამარჯობა, მე ვარ ელენე რაქუიაშვილი 12 წლის. გამარჯობა. მაინტერესებს ისეთი რამ, რაზეც ახლაც კი ნანობთ? სიმართლე რომ გითხრა, არაფერზე არ ვნანობ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ რაც ხდება ჩვენი ცხოვრებაში ესე დაბადებიდან დღემდე და მომავალშიც რაც მოხდება, ყველაფერი რაღაცეებთან არის ხოლმე დაკავშირებული და ეს რაღაცები ჩემი შემთხვევაში ყოველ შემთხვევაში კარგია ხოლმე. შესაბამისად, რაც გამიკეთებია და ესეთი მასშტაბურად ცუდი არაფერი არ გამიკეთებია ნამდვილად, არაფერს არ ვნანობ. და არც მინდა რომ ვნანოდე, თუ რამეს გავაკეთებ, აუცილებლად ავინანებ. როგორ? არც იმ მომენტში არ გინანია თქვა რაღაც უცდები. იმ მომენტშიც კი, როდესაც მიფიქრია, რომ შეიძლება ვინანო, მაპატიეთ შეიძლება ვინანო ესეთი რაღაცა, მithქვამს, რომ არ უნდა ვინანო, იმიტომ რომ ეს რაღაცაში გამომადგება. გააჩნია რაღაც შეცდომას თუ დაუშვებ, როგორ მიიღებ ამ შენ შეცდომას, როგორც რაღაც გაკვეთილს, რომ მომავალში არ გაიმეორო თუ უბრალოდ ესე გაატარებ და არაფერს ნიშნავს შენთვის და ჩემ შემთხვევაში ყოველთვის რაღაცებს გაკვეთილად ვიღებ ხოლმე და ვითვალისწინებ აუცილებლად. ამიტომ არაფერს არ ვნანობ. მადლობა. პირიქით მადლობა. გამარჯობა, ანი მიხელიძე 11 წლის. გამარჯობა ანი. თქვენი თამამის სურათების დაქცევების გამო ხალხს ჩვენს პატიოსნებაში ეჭვეპარება და რას გვეწყობა მის შესახებ? აი რამხე ერთი ციდა და რას მეკითხება. რა ვიცი, იცი, მე არ ვთვლი რომ ზოგადად რაღაც თამამი იმიჯი მაქვს ან რაღაც თამამის სურათები მაქვს ან რაღაცა ეგეთი. ისეთი ვარ, როგორიც, არ ვიცი, როგორიც მინდა რომ ვიყო, როგორიც ვარ, როგორც გამოვიყურები და ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი ასე უნდა იყოს, თუ რაღაცის გამოჩენა უნდა ვიღაცა საოცრებოდ უნდა გამოაჩინოს, თუ დამალვა უნდა დამალოს და ასე შემდეგ და ცოტა სისულელედ მეჩვენება მე, როდესაც ადამიანს ესე გაცნობის გარეშე ან ესეთ პატიოსნად მოიხსენიებენ ან არაპატიოსნად. ამიტომ არ ვიცი რა გიპასუხო. მადლობა.
ებრაელი ხარ? პირველი შეყვარებული პიარის მიზნით გავდა თუ ნამდვილად გიყვარდა? გარცელდა ჭორი რომ ბერას აქვს ჩვენ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეტანილი. როგორ ფიქრობთ, სწორია თუ არა? ეს შოუ-ბიზნესი არ გვაქვს ჟანდაბას მაგის თავი, მაგრამ ძალიან მინდა რომ გაქრნენ ადამიანები, რომლებიც უკრავენ ჩონგურზე, დაბდაბზე, წალსნაფოსი ჩამოაქვს და ასე შემდეგ სადღაც მიაქვს. ვიცის რომ ყველა თამამი გოგონა ხარ? მადლობა, იმიტომ რომ ესეთი გულწრფელი ხარ. მე ძირითადად ვერთვები ხოლმე სტუმრებს, მაგრამ შენ არ მაძლევს საშუალებას იმის რომ რაღაცას ჩავერთო, ამიტომ მე ჩემით ესე შემოვიჭერი. კი ბატონო. და მინდა მადლობა გულწრფელობისთვის და შეგახსენო რომ ეს არის გადაცემა მარია ზიადაძე 14 წლის. გამარჯობა მარია. მაინტერესებს როგორ გაიცანეთ თქვენი ქმარი? ჩემი ქმარი გავიცანი პროექტ საქართველოს ვარსკვლავში, სადაც ესე იგი პირველი ტური იყო და ვიღაცა მესაყვირეები მოიყვანეს რა იქ რა და რაღაცა საშინელი მესაყვირეები იყვნენ, მოკლედ აი ძალიან არ მომეწონა და მე რაღაც მეორე მესამე ტური შეცვალეს ეს მესაყვირეები და ვიღაც ჩემ ქმარს ყავს ტყუპის ცალი ძმა და ეს რაღაცა ახალი მესაყვირეები ორი ბიჭი შემოვიდნენ, და ვინები არიან, გამოვიკითხე, ჩვეულებრივად ჩატარდა ეს ამბავი. მოკლედ არაფერი განსაკუთრებული და რაღაც დროთა განმავლობაში ისე რა ნაცნობურად არც მეგობრულათაც არის ნაცნობურად ვიყავით ერთმანეთის მიმართ და მე რაღაც ამბები მოხდა მის ცხოვრებაშიც, ჩემ ცხოვრებაშიც და რაღაცნაირად დავუახლოვდით ერთმანეთს, საერთო საქმეს გვაკავშირებდა თან ამ ყველაფერთან ერთად იმის გარდა რომ კარგი ადამიანია ძალიან და მოკლედ ესე შედგა ჩვენი გაცნობა. მაინტერესებს როგორ გთხოვათ ხელი? ხელი არ უთხოვია, იმიტომ რომ ძალიან მოყარს ეს ხელის თხოვნები და რაღაცა ისე გადავწყვიტეთ, რომ მოდი ხო არ დავინიშნოთ, მოდი ხელი ხო არ მოვაწეროთ, მოვაწეროთ, წავედით მოვაწერეთ. ესეთი ისტორია იყო მოკლე. პირიქით მადლობა. ანა მარია ფოჩხვა 13 წლის. ნინა, მაინტერესებს პირველი შეყვარებული პიარის მიზნით გავდა თუ ნამდვილად გიყვარდა? პირველი შეყვარებული რომ ყავდა პიარი სიმართლე რო გითხრა არც არაფერში არ ვშინდა. ანუ როდესაც საქართველოს ვარსკვლავში მონაწილეობდი. არა, საქართველოს ვარსკვლავში რომ მონაწილეობდი, იქ სანამ მივიღებდი უბრალოდ მონაწილეობას, იქამდეც ყავდა შეყვარებული, სხვათა შორის იგივე ადამიანი და არაფერი პიარი არ ყოფილა. უბრალოდ რა მიყვარს ხოლმე საერთოდ სადღაც რო ვარ მონაწილეობა სადმე რო ვიღებ, ჩემი საყვარელი ადამიანები გვერდით რომ მყავს და იმ შემთხვევაშიც ჩემი საყვარელი ადამიანები მყავდნენ გვერდით, ამიტომ პიარი არ იყო. მადლობა. პირიქით მადლობა. გამარჯობა, ხატია კენჭაძე 13 წლის. გამარჯობა. აპირებთ თუ არა სხვა კონკურსში გასვლას კიდევ? რა თქმა უნდა, არ ვაპირებ. საერთოდ ვერ ხვდები ხოლმე მომღერალი ერთ კონკურსში რო გავადათ, ყველაზე კარგ შემთხვევაში რომ მოიგებს, მე რა საჭიროა მეორე, მესამე, მეოთხე და ეს რო გადიან ხოლმე რა, ეს რო არ სრულდება არასდროს ეს ამათი კონკურსები მართლა ვერ ხვდები რა შუაში არიან და რატო გადაწყვიტეს ესეთი რაღაცის გაკეთება. გასაგებია რომ საქართველოში სამწუხაროდ ამ კონკურსების მეტი არაფერი ხდება, მაგრამ მაინც ცოტა მესირცვლება რაღაცნაირად რომ ყველაფერში მივიღო მონაწილეობა. ამიტომ რა თქმა უნდა, არა ერთ პროექტში ვიყავი, პირველად ვიყავი, თან რაღაც წარმატებული აღმოჩნდა ეს ჩემი გადადგმული ნაბიჯი და ვაპირებ რომ კარიერული, ანუ პირადად მივხედო ჩემ კარიერას და არა რაღაც სატელევიზიო შოუებით. მადლობა. პირიქით მადლობა. გამარჯობა, ნატალი ჯუხაშვილი 12 წლის. ნამდვილ თვალებს ატარებ თუ ლინზები გაქვს ჩასმული? არა, ლინზები არ მაქვს, ჩემი ბუნებრივი თვალისფერია და რამდენჯერ უნდა გავწე ამ შეკითხვას პასუხი, აღარ ვიცი უკვე. მადლობა. პირიქით მადლობა. ლუკა ლომიტაშვილი 12 წლის. გამარჯობა. ეხლა შეგამჩნიე ხელზე წითელი, ასე თქვა ძაფი. ებრაელი ხარ? არა. ებრაელი არ ვარ, მაგრამ რა ვიცი, რაღაცა ესეთი პატარ-პატარა სრულწმენების წამს თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს ხოლმე რა, რაღაცები ასრულდება და შესაბამისად მიკეთია. პირიქით მადლობა. გამარჯობა, ნინა გუგუშვილი 11 წლის. გამარჯობა. გარცელდა ჭორი რომ ბერას აქვს ჩვენს გამარჯვებაში დიდი წვლილი შეტანილი. როგორ ფიქრობთ, სწორია თუ არა? არ
არ ვიცი, იცი სიმართლე რო გითხრა, ვინ მიმესიჯებდა თუ მირეკავდა თუ არ ვიცი როგორც იყო ეს ყველაფერი, არ ვიცი, მაგრამ დიდი წვლილი სავარაუდოდ არავის ერთ პიროვნებას არ ამგონია შეტანილი კონდეს. ჩემ გამარჯვებაში კონკრეტულად არ გულისხმობ რაღაც მესიჯებს თუ რაღაც ზარებს, რა თქმა უნდა ქონდა ბერას წვლილი შეტანილი, თან ძალიან დიდი იმ მხრივ რომ ერთი წლის განმავლობაში ვსწავლობდი GDS სტუდიაში, სადაც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, ასე რომ ვთქვა და ძალიან ჩამოვყალიბდი როგორც მომღერალი. შესაბამისად ამ მხრივ არ ვიცი, ყველაზე დიდი დამსახურება აქვს ამ ადამიანს და იმ მხრივ არ ვიცი, იმ მხრივ მთელ საქართველოს დიდი დამსახურება აქვს. რა ურთიერთობა გაქვთ ახლა ბერასთან? ახლა რა ვიცი, ნაცნობური. მადლობა. და მეგობრულიც. გამარჯობა ნინა. მე ვარ ელენე მოდრეკელიძე 12 წლის. გამარჯობა. მაინტერესებს რომელია შენი საყვარელი სიმღერა და შეგიძლია თუ არა გვიმღერო ნაწყვეტი? არ ვიცი, საყვარელი სიმღერა სიმართლე რო გითხრა არ ვიცი. აი სულ რაღაც სიმღერების ამოჩემება ვიცი ხოლმე სხვათა შორის, აი შეიძლება ერთი თვე უსმინო ერთ-იგივე სიმღერას და არ მომბეზრდეს. ჩემი საყვარელი სიმღერა ალბათ არის ბიორკის რომელიმე, არ ვიცი. შეგიძლია ნაწყვეტის ვისამღერიან? ნუ რას ვთხოვთ ახლა? არა. არ შემიძლია. არა, არ ვთხოვ მართლა მეზიზღება ბიორკის სიმღერას რომ მღერი ვარ ხოლმე, ნუ ერთხელ ვიკადრე და იმის მერე თავი დავანებე ამ საკითხს შევეშვი და რამის სხვა არ ვიცი. ნახოთ მე ცოტა ხანში. კარგი დაღა კითხვები დამისვრის, ნუ რა არის ეს სიმღერა? გამარჯობა, ელენე რატიშვილი 13 წლის. გამარჯობა ელენე. მაინტერესებს გაქვთ თუ არა გაკეთებული რაიმე პლასტიკური ოპერაცია და აპირებთ თუ არა გაიკეთოთ მომავალში? არაფერი არ მაქვს გაკეთებული და მომავალშიც, არ ვიცი, ახლო მომავალში არ ვაპირებ და აი რომ დავბერდები და ბევრი ნაუჭები რომ მექნება და რაღაცნაირი რომ ვიქნები, ალბათ მექნება ამის სურვილი და აუცილებლად გავიკეთებ, იმიტომ რომ რაღაცა არ მიყვარს თულად რომ გამოვიყურები ხოლმე და ვერ ავიტანე მაგას და ამიტომ გავიკეთებ აუცილებლად 20 წელში, არ ვიცი. თუ იქამდე არ დავდო, თუ კარგად შევინახე. გამარჯობა, მარი შენგელია 13 წლის. ცნობილია რომ ქართული ფოლკლორით არაერთი უცხოელი მოხიბლულა. თქვენ კი გსურთ რომ გაქნათ ჩონგორიანი და დაფთაფიანი ტიპები. მაინტერესებთ რამ შეგაძვათ მშობლიური მუსიკა? იცი რა არის, ქართული ფოლკლორი არ მიგულისხმება სიმართლე რომ გითხრა, ეს ვინც არის ის ჩემი Facebook-ის ერთ-ერთი სტატუსია საუბარი, სადაც დავწერე რომ ძალიან მინდა რომ გაქრნენ ადამიანები, რომლებიც უკრავენ ჩონგურზე, დაფთაფზე, წყალსნაპოტი ჩამოაქვს და ასე შემდეგ, სადღაც მიაქვს. ხო და ამაში არ მიგულისხმია ის ფოლკლორი, რაც რეალურად არის ფოლკლორი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ნებისმიერ ქვეყანაში უნდა იყოს ისეთი ღირებული მუსიკა, რასაც ფოლკლორი ქვია და უნდა ინახებოდეს და რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველა ერისთვის მოსაწონი იქნება ჩვენი ფოლკლორი. მე ჩონგურში და დაფთაფში უბრალოდ ვიგულისხმე ის ადამიანები, რომლებიც ну ვიცით რომ 21 საუკუნეა თანამედროვე ერა რაღაც სადღაც რიანა მღერის სადღაც იქ ბიონსე მღერის იქ ბრიტნი სპირსი ბერდება და მაგრამ ხო შეიძლება ორივე ერთად იყოს როგორც როკი ისე ფოლკლორი არა ხო და ფოლკლორს არ გულისხმობ მე ვგულისხმობ იმ უხარისხო მუსიკას რომელიც სამწუხაროდ იქნება და რომელსაც სამწუხაროდ პოპულარიზაციას რატომღაც უწევენ ხოლმე საქართველოში ძალიან საწყენია თორე როგორც ფოლკლორს ნამდვილად არ გულისხმობდი და რა თქმა უნდა ორი აზრიც არ არის იმის შესახებ, რომ ფოლკლორი აუცილებლად უნდა იყოს ჩვენ ქვეყანაში და მით უმეტეს ისეთი შემთხვევა, როცა მართლა კარგია ჩვენი ფოლკლორი და რაღაც გადასაგდები არ არის ნაგავზე. მაგრამ რაღაც ქალები რო არიან ჩონგურიანები და რაღაცნაირები არ დავასაყელებს და გვარებს, მოდი ისინი ნამდვილად არ უნდა არსებობდნენ, ეს ვიგულისხმე. და არა ფოლკლორი. მადლობა. ერთით მადლობა. და ამის შემდეგ შეიძლება დამწყე საზოგადოებას მისცეს რჩევები, ან მათგან მიიღო რაღაც რჩევები. ბოლოს ამი კითხვა. გამარჯობა, ელენე გოგიჩაიშვილი, 14 წლის. ვიცით რომ ყველა თამამი გოგონა ხართ, ნუ ყოველ შემთხვევაში ეგრე ჩანს და მაინტერესებს ერთ-ერთი თქვენ საქართველოს ვარსკვლავის გამოსვლაზე, გეცვათ ძალიან გამომწვევი ტანისამოსი და რატომ გადაწყვიტეთ რომ გამოსულიყავით ესე მთელი საქართველოს წინაშე? იცი რა, მთელი საქართველოს წინაშე აი ესე რაღაცნაირად ჟღერს აი ამ ხელაზე ჟღერს, იმიტომ რომ ყველა უყურებს ხო, აი საქართველოს ვარსკვლავს უყურებს ამ ხელა საქართველოს. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი უყურებს
ვიღაც სხვა მომღერალს, რომელიც სხვაგან ცხოვრობს, ძალიან შორს ცხოვრობს ჩვენგან და ჩვენც კი ვიცით, წარმოიდგინე, ის იქ არის და ჩვენც კი ვიცით და ჩვენ მათ ვუყურებთ და რაღაც საქართველოს ვარსკვლავიცი ჩემთვის როგორი საკითხი იყო. ძალიან მინდოდა ყველაფერთან ერთად გამარჯვება და ასე შემდეგ რაღაცებთან ერთად, რომ ჩემი გამოსვლა არ ყოფილიყო, ერთი რიგითი ვიღაც მონაწილის გამოსვლა, რომელიც ან გაიმარჯვებდა, ან ორიგინალური უნდა ყოფილიყო. არა, ორიგინალური ბევრი ადამიანი არსებობს, მომღერლობა მაინც და მაინც არ არის საჭირო და არც ტელევიზორში გამოჩენა. უბრალოდ რაც ჩვენ გვაკლია, ეს შოუ ბიზნესი არ გვაქვს, ჯანდაბას მაგის თავი, მაგრამ თუ რაღაც პროექტი გადის სატელევიზიო მით უმეტეს, რომელსაც მთელი საქართველო უყურებს მართლაც, მაშინ აუცილებლად უნდა იყოს იქ ერთი ისეთი ადამიანი მაინც, რომელიც რაღაცას გაბედავს და რაღაცა ახალს გააკეთებს და მე ვთქვი, რომ რატომაც არა, მე რა რომ სატელევიზიო პროექტია, მე რა რომ რაღაც კონცერტი არ არის, ასე რომ თქვა და არის კონკურსი, მე რა რომ ესეთი რაღაცები სხვაგან შეიძლება არ მოსულა, მოდი ჩვენ რახან ესეთი ქვეყანა ვართ, რახან ესეთი რაღაცები გვაკლია, რახან ვერავინ ვერ ბედავს ესეთ რაღაცებს, მე ადამიანი, რომელსაც არც მწვენია ამის და არც ცუდად მიმაჩნია და რაღაცნაირად ჩემი გარეგნობაც ხელს მიწყობდა თუ მიწყობს არ ვიცი, მოკლედ ვთქვი, რომ მოდი ამას გავაკეთებ და გავაკეთე და იმის მიუხედავად, რომ პირველიც და ცოტა ისეთი კრახით დასრულდა თქო, არ ვიცი, მაგრამ კრახით დავარქოთ მაგას, კარგი. კრახით დასრულდა, მე რაღაცნაირად ჩვენმა საზოგადოებამ გაიგო, რომ იცი რა არის, თურმე შეიძლება გოგო ბოდით გამოვიდეს სცენაზე და ამაში ცუდი არაფერი არ არის და ძალიან გამიხარდა, რომ რაღაც ესე სეტყვა არ დამატყდა თავს სახში რომ მივიდი, ძალიან მეშინოდა Facebook-ში შესვლის, იმიტომ რომ ისეთი და რომ შევედი რაღაცა ყველა ისე იყო ჯიგრულად იყვნენ, რომ თქვენ ბანძებო რატო აგდებდით ნინას და რაღაც ესეთი კომენტარები რომ შემხვდა ძალიან გამიხარდა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ იქიდან სადაც საქართველოა ახლა არ ვიტყვი სად არის ვიღაცეები ჩემნაირები ჩემზე უკეთესები და იმაზე უკეთესები გამოჩნდებიან და რაღაცნაირად განვავითარებთ ამ საკითხს ისე რომ აღარ გაგვიგვირდეს არც ბოდე არც კარგად სიმღერა და არც რაღაც მაგდაგვარი საკითხები და აქცენტი იყოს არა იმაზე თუ ვის რა აცვია და რატომ აცვია და უხდება თუ არა არამედ იმაზე თუ როგორია ეს ადამიანი შემოქმედებითად ვარგა თუ არ ვარგა. მე რო ცუდად ვღეროდე და ცუდი გოგო რო ვიყო ზოგადად, რა თქმა უნდა, ცუდი ვიქნებოდი, უარესი ის ბოდე რო ჩამეცო, მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა რაღაცები, ბევრი რაღაცა ხელს გიწყობს, მოსულა ეგეთი რაღაც. მადლობა. პირიქით მადლობა, ბევრი ვილაპარაკე რაღაცნაირად. ლუკა ბადაგაძე 13 წლის. ერთ-ერთ ინტერნეტ საიტზე გავრცელდა ვიდეო, თუ არ ვცდები, თქვენი დაბადების დღე იყო, სადაც ირაკლი ქიმერიძე ცოტა გამოწვევად გეხვეოდათ. და მაინტერესებს რა კომენტარს გაუკეთებთ ამაზე, როგორ ახსნით ქართულ საზოგადოებას, ვინაც ნახეს. ქართულ საზოგადოება როგორი არის შემიძლია. ხო, ეს იყო ჩემი მეგობრის მარიკოს დაბადების დღე, სადაც მეც ვიყავი ერთ-ერთი სტუმარი და ირაკლიც იყო ერთ-ერთი სტუმარი სხვადასხვა და რა ვიცი, მე და ირაკლი ძალიან დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და რა ვიცი, მე მგონი 10 წლისები ვიყავით ერთმანეთი რო გავიცანით და ჩვეულებრივად რაღაც დაძმური და ძმური და დური ურთიერთობა გვაქვს ხოლმე ერთმანეთთან და შესაბამისად მეგობრისგან ეს ხელის გადახვევა და ასე შემდეგ მის მიუღებელი ჩემი აზრით არ უნდა იყოს. უბრალოდ ხანდახან კამერების წინაშე რაღაც ცოტა სხვანაირად ჩნდება ხოლმე ეს ყველაფერი, თორე სინამდვილეში შეიძლება ის საერთოდ არაფერს ნიშნავდა და არც არაფერს ნიშნავდა. რაღაც ვერ მოვაბითავი. მადლობა. პირიქით მადლობა. გამარჯობა, მარიამ კერესელიძე 15 წლის. როგორც იცით, კლუბ გალერეში ხშირად დადიოდი და დაგწდა თუ არა გული რომ დახურეს. სინამდვილეში არ დაუხურავთ, მაგრამ ძალიან გული დამწყდებოდა რომ დაიხურათ. იმიტომ კი არა რაღაც კარგი კლუბია და იმის ეგეთი კლუბი არ არსებობს. უბრალოდ ძალიან გემრიელი საჭმელები აქვთ გალერეში და თან რაღაცა იცი როგორი კლუბია, რაღაცა რო შეხვალ შეგიძლია იჯდე რა, ეს მთელი დღე იქ იყო და ვიღაც შემოვა ნახო და ეს რაღაც ჩვეულებრივი სახლივით არის და ამიტომ უყვარს ალბათ ძალიან ბევრ ადამიანს და მიხარია რომ არ დახურეს. ჭორები კი იყო რომ დახურეს, მაგრამ არ დაუხურავთ. მადლობა. იქით მადლობა, ამით აღვიწურა დღევანდელი ჩვენი გადაცემა. შეგიძლია ახლა რჩევები მისცე და საზოგადოებას, ეს რჩევები არ მიყვარს, ნუ. არ მიიღო რჩევები, მაშინ თუ არ გიყვარს, კონფლიქტი რო არ მოხდეს ბავშვებთან. კარგი. შეგიძლია შეთქმა უთხრა რჩევები საკუთარი ცხოვრებიდან, გამოცდილებიდან, კარიერიდან. აი, ბავშვებს მე მგონი უნდათ რომ რაღაცა კითხვები კიდე დამისვან და მოდი დამისვან.
არა, არ ვიმღერე. დღეს სიმღერა არის გამორიცხული. თუ გვინდა რომ იმღეროს, უნდა მოვთხოვოთ ბავშვებო და ამით დამთავრდება ძალიან კარგად ეგოა. შენ ვიყარ დამენახე ერთი, მოდი აბა. დამანე. არ მინდა ზე, არა, კაი მართლა არ მინდა. მაშინ რა ვიმღერო არ ვიცი. ნებისმიერი. აი ეს ნებისმიერი არ ვიცი რა არის. აპ. შენი საყვარელი სიმღერა. აპ. ქართული რამე არ შეიძლება? ეგ არ მიყვარს. როგორ? ჩარკვიანი იმღერა. როგორ იყო ვიდეო გეიმს გამახსენე? ჩარკვიანი იმღერა. Singing in the backyard, pull up in a fast car, whistling my name. Open up a beer and you're singing over here, play video games. I'm in your favorite sundress, watching me get undressed. Na 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 na. ეგ დღევანდელი დღით ვარ ძალიან კმაყოფილი, იმიტომ რომ რაღაც დატვირთული რეჟიმი მქონდა დღესთან და ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდი, იმიტომ რომ საერთოდ გიჟდები კითხვებს რომ ისვამენ და განსაკუთრებით მიყვარს, როცა ბავშვები მეკითხებიან, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაცა გულწრფელები არიან ხოლმე და მათი კითხვის იქით რაღაც ზურგს უკან რაღაცები არ იმალება ხოლმე და ამიტომ ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან მინდოდა რომ უფრო დიდხანს გაგრძელებული იყო ეთერი, იმიტომ რომ რაღაც კითხვები მივხვდი რომ კიდე აინტერესებდათ და არ ვიცი, მოკლედ ძალიან ბედნიერი ვარ რომ მომიწვეთ გადაცემაში და რა თქმა უნდა ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. მომავალ სტუმრებს მივცემ რჩევას რომ არ ვიცი ზოგი ალბათ იძაბება ხოლმე რაღაცნაირად, იმიტომ რომ ცოტა განსაკუთრებულად რთულია როცა ბავშვი გისვამს კითხვას, იმიტომ რომ შეიძლება უცებ ისეთი რაღაც კითხოს საერთოდ არ წარმოდგენიც არ ქონდეს და ძალიან გაგიჭირდეს პასუხის გაცემა და ვურჩევ რომ არ ვიცი გულწრფელები იყვნენ და რაღაცნაირი გულღიები, იმიტომ რომ სწორედ ამას მოელოდებიან ეს ბავშვებიც ჩვენგან.